მთავრობის ადმინისტრაციას მალე ექნება შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან, რომელიც შეიცავს საგადასახადო საიდუმლოებას და პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ყველაფერს ვიზამთ, რათა სირია წარმატებულ ქვეყნად ვაქციოთ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიის პრეზიდენტთან აჰმედ ალ-შარასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეებმა რეგიონულ და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოქმედება 180 დღით შეაჩერეს. ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად 7740-ზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს, რომელთაგან თითქმის მესამედი ქალია. ჩინეთი ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის სიაო მეიცინის ევროპარლამენტში ვიზიტს გმობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ორმხრივ პოლიტიკურ ნდობას ძირს უთხრის.